ტელეკომპანია იმედი და პრაიმ შოუ სტუდია წარმოგიდგენთ. სალამი საბა. გამარჯობა. ძალიან მიხარია ჩვენს იტალიურ ვოიაჟში შენთან შეხვედრა. შენს მიმართ ძალიან მზარდი ინტერესია და მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება შენი მოსმენა, შენი დანახვა და მადლობა ამისთვის. მადლობა თქვენ რომ ჩამოხვედით და დამოფასეთ. 20 წლის ასაკში როგორ ფიქრობ, იპოვე საკუთარი თავი. იცი ვინ არის საბა გოგლიჩიძე? კი, შემიძლია ვთქვა, რომ 20 წლის ასაკისთვის იმდენად ბევრი გავიარე, რომ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ვიპოვე ჩემი თავი. და ვინ არის მოგვეყევი? რაც მახასიათებს ყველაზე მეტად ალბათ ბევრი ოცნება მაქვს რა. მაგრამ არც ერთი ისეთი ოცნება, რომელიც ოცნებად რჩება საბოლოოდ რა, ეტაპ-ეტაპ. მინდა რომ ყველას მივახციო და ყველა ავიხთინო და ესე მივდივარ ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთი რაც ვისწავლე, რომ აჩქარება არ უხდება ამ ყველაფერს და ნელ-ნელა ყველაფერი მოდის ცხოვრებაში თუ სწორად ცხოვრობ რა და ეს მაქვს გაანალიზებული და ეს მიხარია ყველაზე მეტად რა ამ ასაკში. ამბრძოლი პასუხი არის და ღმერთმა ხელი მოგიმართოს ყველა ოცნებაში, მაგრამ რა თქმა უნდა მაყურებელს გაუჩნდა უკვე კითხვა რა არის ეს ოცნებები, ნაწილი მაინც რო გაგვიზიარო. გარდა ჩემი ფეხბურთელი ცხოვრება ერთი რაც არის ის არის რომ თუ ფეხბურთს თამაშობ, ფეხბურთით ცხოვრობ. და დღეს ჩემი ოცნებები და ჩემი ფიქრები მარტო აქეთკენა დაკავშირებული რა. სიმართლე რო ვთქვა და აქ საქმე კარგად იქნება, ჩემი პირად ცხოვრებაში, ჩემი ოჯახშიც ყველაფერი კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ და ამიტომ ბოლომდე კონცენტრირებული მაინც სპორტზე ვარ რა. ანუ გამოდის რომ შენ გჯერა რომ წარმატებულ ადამიანს პირდაპირ ებმევა წარმატება პირადშიც, ეგრეა? მე ვფიქრობ რომ თუ სწორად ცხოვრობ შენ საქმეშიც და შენ პირადშიც ბოლომდე მართალი ხარ, წარმატება გარდაუვალია როგორც პირად საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში. აი, მაშინ პირდაპირ კითხავ, რაც ყველას გვაინტერესებს, შენ საოცნებო გუნდი რომელი არის? ბავშვობაში რო გეკითხა, შეიძლება მეთქვა პასუხი, მაგრამ ეხლა საოცნებო გუნდი დიდად არ მყავს რა. აი, ბავშვობაში რომელი იყო? ბავშვობაში ბარსელონას ფანი ვიყავი. აჰა. მაგრამ დღეს ჩემთვის საოცნებო გუნდი არის, სადაც თავს დაფასებულად ვიქცნო. საბა, ეგეთი რამე მითხარი, რომ ჩემი ასაკისთვისო ძალიან ბევრი რამე გავიარე უკვე. რა იგულისხმე? ქუთაისში გავიზარდე, დავიბადე და იყო ძალიან ბევრი ცდუნება, ძალიან ბევრი რამ, რაც გამოვიარე დღემდე რა. და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფაქტით, ჩემ ბავშვობას რო უყურებ, რაც გამოვლილი მაქვს, ცუდი, კარგი, ყველაფრის ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ მაქვს გამოცდილება ამ ყველაფრის რა. არა მაქვს არაფრის სურვილი დარჩენილი, რომ აი ეს რა არის, ანუ ადამიანს შეიძლება ყოველთვის დაეწყოს იმაზე ფიქრი, რომ ეს გავაფუჭო ან რაღაც და ეგ წლები გამოვლილი მაქვს, საბედნიეროდ 20 წლამდე გამოვლილი მაქვს ტრავმებიც, ოპერაციებიც და ამას გულისხმობ იმაში, რომ 20 წლისთვის ძალიან ბევრი მაქვს ნანახი და ამიტომ ამ ფაქტით ბედნიერი ვარ, სიმართლე გითხრა. ძალიან საინტერესო რამე თქვი, ახლა ცდუნებებიო და შენ ახლა მაინც ჯერ განსაკუთრებულად იმ ასაკში ხარ, სადაც ძალიან ბევრი ცდუნებებია და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი ამ დროს როგორ შეძლებს თავი დააღწიოს ან არ დააღწიოს ამ ცდუნებებს. შენ შემთხვევაში შეგიძლია თქვა კონკრეტულად, თუნდაც ქუთაისში, ხო, სადაც შენი ბავშვობა გაატარე, ყველაზე დიდი ან თუმცა არასასურველი ან ყველაზე ხშირი ცდუნება რა იყო? ყველაზე ხშირი ცდუნება საერთოდ და ცდუნებას ვერ დავარქვენ, რა ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ფეხბურთელმა იცის მარტო რა ჭირდება მისთვის რა. გარშემო წრემ არავინ არ იცის რა ჭირდება ფეხბურთელს. აქედან გამომდინარე, თუ შენ გააქვს იმის ცდუნება, რომ ღამე გვიან გარეთ იდგენ რაღაც ასეთ თემებთან დაკავშირებით და არ გაქვს მაგ შეწყობა და თან თულია მაგ შეწყობა გქონდეს, იმიტომ რომ არ იცის ბევრმა რა ჭირდება ფეხბურთელს.
მაქვს უშვებ ძალიან ბევრ შეცდომას რა ცხოვრებაში რა, რაც მე აისახება შენ შედეგზე. სპორტულ შედეგს გულისხმობ რა თქმა უნდა და სხვა რაც შეეხება ამასაკს, ჩემასაკს ამ დროს გეთანხმები ფაქტში რომ ძალიან ბევრი ცნობები არსებობს, მაგრამ ეს ზუსტად ეგ არის რომ ბევრზე გამიგია რომ ამასაკში ცნობას აყვა და რაღაც ეგეთ რაღაცები რა, მსგავსი ფიქრიც არ მაქვს რა. ყველაზე მეტი ის მიხარია რომ საქმეს უდგები სრულიად სერიოზულად, რაც ფიქრობ რომ იმის დამსახურება რომ რაღაცები ბავშვურ წლებში გავიარე. კარგი, მოდი ახლა წავიდეთ ბავშვობის წლებში. რა ასაკში შეხვედი ფეხბურთზე, ვინ გიბიძგა ამისთვის და მოყევია ის წლები როგორი იყო? ოცნების წლებია, ხო? ალბათ მან მაგ დროს ბევრს ოცნებობდი. საერთოდ ფეხბურთზე არ შევყავდი. ჩემი ძმა შეიყვანეს რა, უფროს ჩემი ძმა და მე ავტეხა ერთი ამბავი რომ მეც მინდა თქო და ბაბუა ჩემმა წამიყვანა რა, სულ ბაბუა ჩემს დავყავდი. რამდენი წლის იყავი მაგ დროს? 7 წლის ვიყავი პირველად რომ მივედი ვარჯიშზე რა. მანამდე სულ ეზოში ბურთით 24 საათი რა, ალბათ ამოდი საბასახში და რაღაცეები იყო და შემიყვანეს ფეხბურთზე და მე ისე გამოვიდა რომ ტრენერმაც თქვა რომ ეს უფრო კარგად თამაშობსო რა. ჩემი ძმასთან შედარებით, ჩემი ძმა ცოტა ზარმაცი იყო მაგ დროს. ხო. გავყევი მე ამ სპორტს. ძალიან დიდი სურვილი და სიყვარული მქონდა ის იყო რა, ყველაზე მთავარი და პლუს, როდესაც წამოვიზარდე, სიყვარული არ გამქრალა ამ სპორტის მიმართ და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. გავიხსენოთ ის დღე, როდესაც პირველად ნაკრებში გამოგიძახეს. ეროვნულში რომ გამომიძახეს, ცოტა უცნაური პერიოდი იყო იქ იმ მხრივ რომ პირველი თამაში ვითამაშე იტალიაში. თამაშის მერე წამოვედი 21 წლამდელთან ნაკრებში. ხო. და აეროპორტში, სტამბოლის აეროპორტში ვიყავი, რომ გავიგე რომ ეროვნულში ვიყავი გამოძახებული. ჯერ შოკი მქონდა პირველი თამაში სერიაში და ამან საერთოდ გადაფარა ნაკრებში გამოძახებამ რა. მართლა ძალიან დიდი ოცნება ფეხბურთელისთვის, ანუ ზოგადი ოცნებებიც ხო არსებობს, მაგრამ ეს არის თავარი, ალბათ უმნიშვნელოვანესი პირველი ოცნება ფეხბურთელისთვის რაც არის, მით უმეტეს ქართველისთვის ალბათ ეროვნულ ნაკრებში თამაში რა და ეს სხვა ემოციები იყო რა, ცოტა ტელეფონ პასუხი ვერ გავეცი ტელეფონზე რო ავიღე რა, შოკში ვიყავი, მე ცოტა ხანში გავაანალიზე ყველაფერი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, ძალიან გამიხარდა. აი, მითხარი რა გზნობაა დღეს, როდესაც ეროვნული ნაკრების მაისური გაცვია. პირველ რიგში სიამაყის შეგრძნებაა ეგ ყველაფერი და მეორე რაც დღეს საქართველოში ფეხბურთს ახლავს ერთი დღე, თამაშის დღე ყველა ერთიანდება. რაც ყველაზე მაგარია და ყველა ერთად განიცდის, რასაც ფეხბურთელი განიცდის, მგონია რომ ზუსტად იმას განიცდის გულშემატკივარიც. თითოეულ გოლზე, როდესაც გოლი გაგვაქვს, რასაც ჩვენ განვიცდით, მგონია რომ ზუსტად იმ ემოციებშია საქართველოს ნაკრების გულშემატკივარიც და ეს არის ყველაზე მაგარია. შენ ეს მაისური რო გაცვია, თითქოს სამშობლოს ატარებ ეგეთი შეგრძნება აქვს რა, იმზე რო დადგები და ძალიან მაგარი გზნობაა, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებელი. როგორც ფეხბურთელს საკუთარ თავს როგორ დაახასიათებთ? დიდად თვისებებზე და განსაკუთრებით პლუსებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ალბათ რასაც გამოვყოფ სისწრაფე, აღნაგობა და ბურთითაც კარგად შემიძლია თამაში, მაგრამ ასევე ხასიათი მაქვს ისეთი, რომ თუნდაც პირველი თამაშები რო ვიყოთ ნაკრებში, საერთოდ არ მეშინოდა არაფერს, არ მაინტერესებდა არაფერი, ვიცოდი რომ საქართველოსთვის თამაშობდი და შემეძლო გაუჩერებლად ალბათ 3 თამაში მერბინა რა, რო გაგზელებულიყო დრო, არ გავჩერდებოდი. იმედია არ მიწყენს ახლა ხიზანა, რომლის მეშვეობითაც გაგიცადა. მაშინ როცა ჩვენ შევხვდით შემთხვევით თბილისში, როცა თქვენ სანაკრებო შეკრება გქონდათ, სწორედ ესე დაგახასიათა და მითხრა რომ აი მეთქი რითი გამოარჩევთ ხო რა ვკითხე რა და ბიჭო ხასიათი აქვს და სითამამეო ისეთია რომელიცო ფეხბურთელს სჭირდებაო რა, ანუ ბევრი არ გვისაუბრია შემდეგ უცბად დავიშვი, მაგრამ აი ძალიან ჩამჩარა და სხვა შორის შენ თუნდაც აღნიშნე. როგორ ფიქრობ ეს ხასიათი სითამამე ხო? ხანდახან სიხისტე ალბათ ხო? შეიძლება რომ როდესმე ხელის შემშლელ ფაქტორად გადაიქცეს ფეხბურთელისთვის ზოგადად, ანუ აი ზღვარი სად გადის, როგორ უნდა გააკონტროლო? ჩემთვის სტადიონზე უშუალოდ არ ამგონია, რომ
პრობლემებში გარდა იქნეს ეს ყველაფერი, მაგრამ სტადიონს გარეთაც თუ მაგ ხასიათები გაქვს ცოტა ხანდახან პრობლემატური. ხო, არა, წითელი მიიღე. კი. სერიაში. როგორ მოხდა? სრულიად საწყენი იყო, ხო, მაგარი? საწყენი იყო, მაგრამ კარგია რომ ეგეც გამოვლილი მაქვს რა უკვე. დღეს მაგ წითელის მერე უკვე კიდე ბევრი რამ ვისწავლე რა. განიცადე? სადღაც აუცილებლად მოხდებოდა ეგ. განვიცადე რაც მომხვდა გასახთელში. ხელში ყველაფერი დამტრეული იყო პირველ ტაიმში რომ შემოვიდნენ. ბიჭები აღარ იყო გასახთელში არაფერი, რაც მომხვდა ხელში ყველაფერი დავლიწეო. შენ პოზიციაზე მოთამაშე ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ვინ არის მსოფლიოს შენიან? მე რაც ნანახი მაქვს ყველა კომპონენტი რო ავიღოთ ალბათ რამოსი. რა მაგარ პასუხებს ვისმენ ჩაწერიდან ჩაწერაზე იგივე მითხრა ბავშვობაში. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რამოსი. ამდენი წითელი აქვს? და ეგეთია, ხო? აი ხასიათი ყველაფერი მაგის ემოციაზე დადიოდა მთელი მადრიდის რეალი და ესპანეთის ნაკრები. უბრალოდ რა ეგეთი ფეხბურთელი ყავს დაცვაში, ანუ ხარისხობრივად არ გულისხმობ რა. ხასიათით ძალიან გადამდებია რა. თან კაპიტანი, თან ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეგეთი აგრესიული ფეხბურთელი გუნდში. რომ ეს აგრესია გადავიდეს მის გუნდელებშიც და ამას ძალიან მაგრად აკეთებდა. ცენტრალ პარკ თაუერსი ქალაქ თბილისში ცენტრალ პარკის მიმდებარედ არსებული 5 ვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსია. სასტუმროს მართვას საერთაშორისო ბრენდი Radisson Blu განახორციელებს. კომპლექსის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 300 მილიონს შეადგენს. პროექტში ინვესტორებს ეძლებათ შესაძლებლობა შეიძინონ საკუთარი სასტუმრო ნომერი და მიიღონ შემოსავალი მისი ფუნქციონირებიდან. პროექტი ზოგადად შედგება 2 42 თაუერისგან, რომელიც ერთიანდება 7 სართულიანი პოდიუმით, სადაც კომპლექსის ინფრასტრუქტურაა განთავსებული. კომპლექსს 4 მიწისქვეშა საპარკინგე სართული აქვს, რომელიც 400 ავტომანქანაზეა გათვლილი. კომპლექსში განთავსებული ინფრასტრუქტურა უპრეცედენტოა მთელ საქართველოში, როგორც მასშტაბით, ასევე მსოფლიო წამყვანი ბრენდებით. კომპლექსში 5 რესტორანი და კაფე განთავსდება, რომლის ოპერირებას მსოფლიოში ასევე წამყვანი სარესტორნო ქსელები უზრუნველყოფენ. რეგიონში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური ივენთ ჰოლი გათვლილია 3000 ადამიანზე. აი ბავშვობაში ნაკრების თამაშს რო უყურებდი, პატარა რო იყავი. თუნდაც აი 6-7-8 წლის ასაკში. ფიქრობდი რომ როდესმე შენს მოერგებდი ამ ისურს და მოედანზე გახვიდოდი. ნუ ეხლა რო გითხრა რომ მაგ დროს ფიქრობდი რომ ერთი სული მაგ როდის ვითამაშა, არ ვიყავი მაგ ფიქრებში, საერთოდ არც კი წარმომედგინა. პირველად როდის დაიწყე ფიქრი? 17 წლის ასაკიდან, როდესაც ანუ ამდენი წელი იარე და პირველად გამომიძახეს ნაკრებში 19 წლამდელებში. პირველი გამოძახება არც 17 წლამდელები, არც 15 წლამდელები, ეს გზა არ გამივლია რა. და როდესაც პირველად მოხვდი 19 წლამდელებში, უკვე მაქედან დავიწყე ფიქრი, მანამდე საერთოდ გამოცდილება არ მქონია. იყო თან პატარა ასაკებში ნაკრების შეკრებები, მაგრამ არ მქონია საშუალება რომ ამ ყოფილიყავი და როდესაც პირველად მოვირიგე თუნდაც ასაკობრივი ნაკრების ფორმა, უკვე სერიოზულად დავიწყე ფიქრი. ტორპედოში გატარებული წლები გაიხსენე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ არის რაოდენობრივად და პირიქით გაგიმართლა და აქ აღმოჩნდი, მაგრამ 2 წელი საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გაატარე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთ მთავარ გუნდში, როგორი იყო. ტორპედოში გატარებული წლები კარგად მახსოვს, იმიტომ რომ კარგი პერიოდი მომიწია. თანაგუნდელები, თვითონ გუნდი საერთო ჯამში იყო ძალიან პოზიტიური და გიხაროდა რა ახალგაზრდა ფეხბურთელს, მithumetes ვარჯიში ასვლა. სორჩევა დარიგებებს ვიღებდი, ფანებისგან კარგი დამოკიდებულება მოდიოდა სულ და კარგი წლები გავატარე ტორპედოში, შემიძლია ვთქვა რა. ჯერ შეიძლება ეხლა ვფიქრობ, ეს კითხვა დავსვა თუ არა, იმიტომ რომ ასაკით ძალიან პატარა ხარ ჯერ ამ კითხვისთვის. მაგრამ ნუ თან ამბობ რომ იმდენი რამე გავიარეო რა და მაშინ
ამ კითხვასაც დაგისვავ, ყველაზე რთული პერიოდი რა გქონია აქამდე რაც გამოიარე და როგორ აღწერ? ტრაუმა რომ მქონდა ქუთაისის ტორპედოში მაშინ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ექიმთან ვიყავი. და არავის არ ქონდა პასუხი რა მჭირდა. 20-25 მცდელობა მქონდა, ვარჯიში რომ დავიწყე და გავჩერდი. ბოლოს უკვე ვფიქრობდი რომ აზრი არ აქვს ხო რა, ვათვერო ფეხს ვერ მოირჩენ თან არც ჩანდა რომ მორჩენა შესაძლებელი იყო, დიაგნოზიც ვერ დაისვა. აქედან გამომდინარე უკვე ბოლოს ფიქრობდი რომ უნდა დამენებებია თან 8 თვე სრულიად უფეხბურთოდ ცხოვრობდი, ანუ შეიძლება რაღაც ოდნავ კავშირში იყო ტრამირებული ფეხბურთელი მაინც ფეხბურთთან, გუნდთან, სატრენაჟერო დარბაზთან, ანუ სპორტული ცხოვრება გააგრძელა, მაგრამ მე ვიყავი 8 თვე სრულიად გამორთული ფეხბურთიდან. და ეგ იყო ყველაზე რთული პერიოდი ფსიქოლოგიურად უკვე რომ მოვირგე არაფეხბურთელის როლი თავიდან ბოლომდე. და რა აღმოჩნდა მიზეზი, დიაგნოზი რა აღმოჩნდა? დიაგნოზი აღმოჩნდა, მქონდა კოჭის ადგილას ძვალი, რომელიც აქ ადამიანების 25%-ს. ეს ძვალი იყო ნერვთან კონტაქტში შესული და ყოველი სირბილის დაწყების დროს ნერვს ეხებოდა. და გადავიღე ძალიან ბევრი ეხოსკოპია ყველაფერი. მაგრამ დასკვნა ვერ დაიდო რა, მაინც რა ხდებოდა. ბოლოს ოპერაცია გაკეთდა რაღაც როგორ გითხრა, აი ნახოთ. თუ რამეა, ამოვიღოთ თუ არა და ანუ ეგრე რა. და საბედნიეროდ მაგ ოპერაციის მერე საქართველოში ჩატარდა? საქართველოში ჩატარდა და მაგ ოპერაციის მერე თავს გადაწყვეტა. გადასარევი. და მაგ ოპერაციის მერე აღმავლობაც დაიწყო მერე ცხოვრებაში. ძალიან მოწყურებული დაუბრუნდი ფეხბურთს ესე რომ თქვა. ისე იტალიელს კი გავხარ უკვე ჩაცმულობითაც, იერითაც არ გეუბნებიან? კი მეუბნებიან, განსაკუთრებით საქართველოში ჩამოვდივარ მაშინ. ნუ ამ ქვეყანას ეს რომ იტალიაში თუ ჩამოხვალ, ესპრესო უნდა დალიო აუცილებლად, იტალიელი უნდა გახდე ბოლომდე. ნუ აქ ესეთ რაღაცები რა. როგორები არიან იტალიელები და ემპოლის ფანები როგორები არიან? ემპოლის ფანები არიან ძალიან მეგობრული ხალხია რა. ქუჩაში შეხვდები თამაშის მერე, აგებული თამაშის მერე თუნდაც გიცნობენ ალბათ უკვე ყველამ ცნობს. ძალიან მეგობრული ხალხია რა, სულ დადებითად ხვდებიან, რაც არ უნდა იყოს. ბევრჯერ მივსულვართ დამარცხებულები ფანებთან და სულ გამხნევება მოდის. მაგ ხრივ ძალიან კაი ფანებია, არ გაქცევენ წნეხში. არანაირად, სულ პოზიტიურად. სამხრეთელებისგან განსხვავებით, ხო? სულ პოზიტიურად არიან განწყობილი. საბა, მოდი ახლა ვილაპარაკოთ შენს იტალიურ კარიერაზე, როგორ აღმოჩნდი აქ საინტერესო იქნება. მე რა ვარაუდიც მქონდა, ვიცი რომ ამაში წვლილი ლევან მჭედლიძესაც მიუძღვის, რომელიც წლების განმავლობაში ემპოლიში თამაშობდა, საკმაოდ წარმატებით და ჩვენი ნაკრების ღირსებას იცავდა და აი მოყევი ეგ ამბავი. მე ვიცი რომ დღეს შენი მენეჯერია, ხო, ლევანი? კი. ნუ ერთად თამაშობდით მე და ლევანი ტორპედოში და პატარა ასაკიდანვე უკვე თქვა რომ ძალიან დიდი ფეხბურთის თამაში შემეცლო რა. რასაც მე რა თქმა უნდა დიდად არ ვიჯერებდი, მაგრამ ხო დიდი მნიშვნელობა აქვს ამას რო გეუბნებიან, აი დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საერთოდ არ ვიჯერებდი. საერთოდ არ მჯეროდა სიმართლე გითხრა, რასაც ლევანი ამბობდა, იმიტომ ამბობდა იმას, რაც იმ დროისთვის დაუჯერებელი იყო. არ და ყველაფერი ახდა რაც თქვა მაშინ. და ეგ პერიოდი იყო, რომ აი ლევანიმ დაიწყო ეს ლაპარაკი, რომ აი შეუძლია თამაში და ემპოლიში უნდა წავიყვანოთ, ამ დროს ტრაუმა ფეხზე და ანუ ყველაფერი ცუდად წავიდა, მაგრამ ველოდებოდით იმ მომენტს, რომ აი ტრაუმას მოვირჩენდი და თამაში როგორც კი დავიწყებდით, ეს განეხორციელებია მას და საბედნიეროდ ტრაუმიდან როგორც კი დავბრუნდი, თამაში დავიწყე და მალევე გააკეთა ის, რაზეც საუბარი დაიწყო 2 წლით ადრე. და როგორ მოხდა ეს ყველაფერი მოყევიობა? როდესაც სეზონი დამთავრდა, საქართველოში უკვე ლევანის ნალაპარაკები ქონდა ემპოლისთან ყველაფერი, ინფორმაცია ყველაფერი მიწოდებული ქონდა. ემპოლი მათ ნახა ჩემი თამაშები, მაყოფილი იყო ყველაფრით, გამოჩნდა კიდე რაღაც გუნდები, მაგრამ ჩემი და ლევანის გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი ნაბიჯები წავსულიყავით იქ, სადაც დაფასება უფრო მეტი მექნებოდა, მაინც ქართველი ფეხბურთელს ქონდა თამაშები, ძალიან დიდ პატივსცემელი ლევანის ქალაქშიც და გუნდშიც. და მაგ ფაქტორმა ძალიან ხელი შემიწყო იმ ხრივ, რომ სხვანაირად უყურებენ თვითონ გუნდში ქართველ ფეხბურთელს.
ხელმძღვანელობა ისე აღიქვამს, თითქოს იტალიელი ფეხბურთელი ვიყავი რა. ხელასახელი ქონდა ლეონის დატოვებული მაგ გუნდში და 15 წელი ქონდა გატარებული, ძალიან ბევრია. მაგ ხრივ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ თითქოს და ოჯახში მივედი, ესე რომ ვთქვით რა. ძალიან თბილად მიმიხეს. აი, როდესაც გაიგე, რომ დასტურია, რომ ხდები ემპოლის ფეხბურთელი და სერიაში თამაშობ. რა შეგრძნება ქონდა? ძალიან ისე ვიყავი მაინც განწყობილი, ლაპარაკების მიუხედავად, სანამ საქმე ბოლომდე არ გამოვიდო და არ ვიჯერებდი რა. აი უკვე რომ სამედიცინო შემოწმებაზე ჩავედი, მან თუ გავაანალიზე ყველაფერი, რომ ემპოლის ეკიპირება რომ მომიტანეს, რომ ამით უნდა ყოფილიყავი შემოწმებაზე, მან მივხვდი, რომ იტალიის სერიას ფეხბურთელი ხდებოდი და ძალიან დიდი ემოციები იყო ჩემთვის რა, იმიტომ რომ ალბათ იტალიის სერიას მთელი ბავშვობა სახლიდან უყურებდი და უცებ მოხდა ისე, რომ ქუთაისის ტორპედოდან პირდაპირ აქ აღმოჩნდი და ძალიან დიდი ემოცია, მაგრამ ძალიან რთული იყო ისე რომ მიუხედავად იმისა, რომ ემპოლი ბევრისთვის დღეს სანატრელი გუნდი შეიძლება იყოს და სერიაში თამაში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ რაღაც დროის მერე კიდევ უფრო მაღალი ტიტულების მქონე გუნდში აღმოჩნდები და უნდა დამპირდე, რომ კიდევ ერთხელ ჩამეწერები რო გადახდა. აუცილებლად. არქივს შენახული აქვს ეს. შენახული. კარგი, უნდა დამისახელო შენი 11-ეული. მეკარე ბუფონი. მარჯვენა მცველი დანი ალვეში. რამოსი, რა თქმა უნდა. მალდინი. მარცხენა მცველი მარსელო. უდაოდ. საყრდენი ნახევარი. ეს ბარსელონას გულშემატკივარი სურეალიტა აქვს. მაგრამ ძალიან ის იყო, ძალიან კაი მარცხენა მცველი იყო. საყრდენი ნახევარი მცველი როდრი. ძალიან მომწონს. წინ ინიესტა, ოდინიესტა ხავის დავაყენებ. შეთამაშებულები არიან მაინც. და სამირგინა კიდე. მარცხენა რონალდინიო, მარჯვნივ მესი, წინ რონალდო. რომელი? კრისტიან. შესანიშნავი 11-ეული. ახალგაზრდული. ოჯახზე მომეყარე. მშობლებზე მომეყარე. სულხარში მედგა. დედაც, მამაც, ყველა ძმაც მაგ ხრივ არ მქონია არანაირი პრობლემა, არც ბავშვობაში არ მქონია დიდად ისე გავიზარდე, რომ პრობლემებზე ფიქრი მე არ მიწევდა არასდროს, ნუ ჩემ ყურამდე არასდროს არ მოსულა თუ რამე პრობლემა ქონდა ოჯახს. და დღეს ამ ყველაფერს რო ვუყურებ, მაგისთვის ძალიან მადლობელი ვარ, იმიტომ რომ არიან ბავშვები, რომელსაც სხვა საფიქრალიც აქვს და მაგის გამო ვეღარ ახდენენ კონცენტრაციას იმაზე, რაც ყველაზე მეტად უყვართ. ამიტომ მე მაგ რო გამიმართლა. მითხარი, შენგან ყველაზე დიდი მადლობა ვის ეკუთვნის? ოჯახის წევრებიდან ბაბუას ალბათ რა. იმიტომ რომ ალბათ 8 წელი. რა ქვია ბაბუას? კოტე. კონსტანტინე. 8 წელი დღე არ გაუცდენია, რომ ეს ვარჯიში არ წავეყვანა. ხელით გატარა. ხელჩაკიდებული, ჩანთა ბაბუა ჩემს უქონდა, ყველაფერი ბაბუა ჩემს უქონდა, მივიდო და წამომიყვანდა უკან. ეხლა როგორ გაეხარდება? კი, ხა ძალიან ბედნიერია დარწმუნებული. და ამაყობს შენ. აუცილებლად. ისევე როგორც ჩვენ. საბა, იმიტომ რომ შენს პროფესიულ თვისებებთან ერთად ძალიან საინტერესო, ძალიან კარგი ადამიანი ხარ. და მე მინდა გისურვო, რომ ის ოცნებები, რომელიც ესე გროვდება და სრულდება და მერთმა ქნას რომ სულ ესე იყოს, ყოველთვის კონდეს სწორედ ასეთ ასრულების რეჟიმში და ძალიან დიდი მადლობა საბა, კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებ და ძალიან ჩვენ თავს უსურვებ კიდე რომ ძალიან ბევრი კარგი ამბავი გაგვეგოს შენ შესახებ. მერთმა ქნას.